მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა საშა ტაბოლიერიმ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ტაბოლიერიმ გიორგი მიქაუტაძეზე დაწერა და დაასახილა კლუბი, რომელსაც ლიონის თავდასხმელის მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვს. ექსპერტის ინფორმაციით მიქაუტაძემ პარიზისგან და რენისგან მიიღო წინადადებები, თუმცა მათ უარი შეუთვალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, ქართულ ფეხბურთელს ურჩევნია ლიონში გააგრძელოს ასპარეზობა. შესაბამისად უარის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეს გახდა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ცნობით კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, აინტრახტია. უბრალოდ გერმანელები ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ელივაი გუნდს დატოვებს. ფრანგ თავდასხმელს რამდენიმე მსურველი ყავს და აინტრახტი შეთავაზების მოოდინშია. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025-26 წლების სეზონი მშვენივრად დაიწყო და ლანს გაუტანა. მისი გოლით ლიონმა 1-0 იმარჯვა და მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს მესის წინააღმდეგ გამართავს. თუ რომელიმე კლუბი სენტ-ეტიენის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი არ დაიბლოკება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ევექტი წერს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლიგა 1-დან გავარდნილი სენტ-ეტიენი შემადგენლობის ოპტიმიზაციით იყო დაკავებული. გუნდის 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ეს არ ეხება მწვანეების მთავარ აქტივებს, ლუკას ტასენს და ზურიკო დავითაშვილს. თავარი მწვრთნელი ერიკი ამ ორი შემტევის გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა თუ რომელიმე კლუბის სენტ-ეტიენის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ბელგიელმა ან ქართველმა შესაძლოა გუნდი დატოვონ. ამ დროისთვის კლუბს ოფიციალური წინადადება სტასენთან ან დავითაშვილთან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ასეთი შესაძლებლობების გამორიცხვა არ შეიძლება. ცნობისთვის ზურიკომ ახალ სეზონში სენტ-ეტიენის ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. როდოზენთან მატჩში კი თავი გოლით გამოიჩინა. ზაფხულის განმავლობაში ზურიკოს სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ. ყველაზე აქტიურად ბეშიქტაშის ვარიანტი განიხილებოდა. თუმცა როგორც ფრანგული მედია წერს, მწვანეებს ქართულ შემტევთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ. ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და Sky Sports-ის ექსპერტმა დონ გუდმანმა Football League Award-თან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისურმა კლუბმა ქართველი შემტევი მინიმუმ 1 სეზონით მაინც უნდა შეინარჩუნონ. დიახ, როდესაც კარლოსი ვესტბროვიჩის მთავარი მწვრთნელი იყო, ის გიორგი ჩაკვეტაძეს შეხვდა და იმ რეალურ საფრთხეს დაინახავდა, რომლის შექმნაც ამბით შეუძლია. ვფიქრობ, ვოტფორდის მფლობელმა ჯინო პოცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გეგმები უფრო შორს მიდის და ბუნებრივია ეს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა ეს ამბიციები რეალურია, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელებს არ გაყიდი. ცხადია, გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე გუნდში ერთ-ერთი მოთამაშე იყო, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეეძლო. ეს აისახებოდა საგოლე ეპიზოდებშიც, სადაც მისი მონაწილეობით გუნდს შეტევაში რამდენიმე კარგი ვარიანტი ექნებოდა. ასე რომ თუ ისინი რჩევას მოთხოვენ, ვეტყვი, რომ ჩაკვეტაძე არ გაყიდონ და ამ სეზონში შეინარჩუნონ, რადგან მისი მონაწილეობით გუნდს უფრო მეტი რეალური ამბიცია იქნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავლენიანი სააგენტოები და სატრანსფერო ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ღამურებთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვალენსიურ გუნდს შეუერთდეს. ამ ინფორმაციების პარალელურად ვოტფორდთან დაახლოებულმა სააგენტომ ვოტფორდ ობესერმა განაცხადა, რომ ვალენსიას კაჭკაჭების ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი არ ქონია და შესაძლოა ტრანსფერზე წინადადებით ჯერ არ მიუმართავს. ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კორიელა დელა სპორტთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი მას კონტრაქტის სამხრივად გაწყვეტით ემუქრება, რის გამოც ნაპოლის ხვიჩას გაყიდვა მოუწია.
კვარაცხელიას გაყიდვა მომიწია, იმიტომ რომ მისი აგენტი FIFA-ს წესდების მე-17 მუხლის ამოქმედებით მემუქრებოდა. პირველი სეზონის შემდეგ ჩვენ ხუჩას კონტრაქტის გახანგრძლივება და გაზრდილი ხელფასი შევთავაზეთ. ვინაიდან ვიცოდით, რომ მისი დაბალი ხელფასი არაერთ კლუბს მოიზიდავდა და ისინი კვარაცხელიას ოქროს კოშკებს დაპირდებოდნენ. თუმცა მის აგენტ მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა. მას სხვა კლუბისგან მაღალი საკომისიოს მიღება სურდა. კვარას კი სულ მცირე 10 მილიონი ევრო ხელფასი ექნებოდა. მეორე სეზონის შემდეგ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა. ჯოვანი მანა, ანდრია კიაველი და მე დიუსელდორფში გავფრინდით, რათა მოლაპარაკებები გაგვემართა, მაგრამ მამუკა კვლავ ჯუნტოლის მიერ შეპირებული ფულის გადახდას ითხოვდა. ეს ტყუილია, რაც მარტივად შევამოწმეთ. ხუჩა მაშინვე უნდა გამეყიდა PSG მასსა და ვიქტორ ოსიმენში 200 მილიონზე მეც რომ ითხოვდა. თუმცა ანტონიო კონტეს დაუპირდი, რომ ხუჩა გუნდში დარჩებოდა და სიტყვას ვერ გავტეხდი. ცნობისთვის მე-17 მუხლი, რომელზეც დელაურენტისი საუბრობს, ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის სამმხრივად გაწყვეტას ითვალისწინებს. იმ პირობით, რომ ის გადაუხდის კლუბს კომპენსაციის სახით თანხას, რომელიც კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში ხელფასის სახით უნდა მიიღო. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია PSG-ში ნაპოლიდან მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. პარიზელებმა მის სანაცვლოდ ნაპოლის 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. სერია-ას ახალი სეზონი მომდევნო უქმეებზე დაიწყება და ტორინო შემადგენლობის შეცვლას აპირებს. ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ ტუტოსპორტმა გრანატას გეგმებს სტატია მიუძღვნა და დაწერა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გასაყიდად ემზადება. ტუტოსპორტის მიხედვით ტორინოს სპორტულ დირექტორს დავიდიეს ანტონიო სანაბარის, ადრიანის, ემრიჰამ ირხინისა და საბა საზანოვის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი საბას საკუთარი გეგმების ნაწილად არ მოიაზრებს და მისთვის სათამაშო დროის მიცემას არ აპირებს. საზანოს მსურველი ჯერ არ ხავს. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად ითამაშა და ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ტორინოში სარეაბილიტაციო პროცესი გადის. ტუტასპორტი არასახელებს თანხას, რომელსაც გრანატა მოითხოვს, მაგრამ ირწმუნება, რომ საზანოვი გუნდს ამზაფხულს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ საბას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე კი მისი ღირებულება 2 მილიონი ევროა. PSG-დან წასული ჯალუიჯი დონარუმა კარიერის მანჩესტერ სიტიში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა. ლასტამპა იუწყება, რომ მეკარემ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ძირითადი პირობები უკვე შეათანხმა. დონარუმა ქალაქელებში წლიურად სუფთად 12 მილიონ ევროს აიღებს. ამას ბონუსებიც დაემატება. იტალიელი პარი სენ-ჟერმენშიც დაახლოებით ამდენს იღებდა. მისმა აგენტმა აღნიშნა, რომ მათ პარიზში დარჩენა სურდათ და ხელფასის გაზრდა კი არა. მზად იყვნენ ანაზღაურება შეემცირებინათ, თუ ეს გუნდში დასარჩენად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ფრანგულ კლუბს სხვა გეგმები აღმოაჩნდა. რაც შეეხება PSG-თან მოლაპარაკებებს, პარიზელები 50 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა მოსაოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მათი მოთხოვნები 35 მილიონად შემცირდება და მანჩესტერ სიტის სავარაუდო დამთახის გადასახდელად მზად იქნება. როგორც აღინიშნა ლუის ენრიკეს ახალი სეზონისთვის ფეხით უკეთ მოთამაშე მეკარე დასჭირდა და კლუბმა შევალიე შეიძინა, რამაც დონარუმას წასვლა განაპირობა. ლივერპულის შეტევის გაძლიერების მცდელობას აგრძელებს. როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრ ისააკის ტრანსფერი ჩიხში შევიდა და მერსისაიდული გრანდი ბრედლი ბარკოვაზე გადაერთო. გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, არნე სლოტი ბარკოვას ისააკის ალტერნატივად მიიჩნევს და ხელმძღვანელობას ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას თხოვა. ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ბრედლი ბარკოვას სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 70 მილიონი ევროა. თუმცა სავარაუდოა, რომ ფრანგული გიგანტი მასში უფრო მეტ თანხას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ერთდროულად 2 შემტევი დაკარგა. აქედან გამომდინარე არნე სლოტი ჩქარობს, რადგან ზაფხულის ფანჯარა მალე იხურება, რაც შეეხება ბარკოვას. მას პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ხუჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ 22 წლის გარემარბის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ეს შესაძლოა გახდეს მიზეზი, რის გამოც ბარკოლა ფრანგულ გუნდს ატოვებს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.